მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ყველას უნდა ისმოდეს ამ საზოგადოებას, უბრალოდ თაობას ეს ხალხი ძალიან კარგად ახსოვს. საქართველოში ესეთი აბსურდული საზიზღარი რეალობა დადგა, რომ სუკის ნომრიანი აგენტები და ეხა ეს ყველა მიცის, ვინც მოსწრებია, ეს ხალხი ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებულია. აი ეს ნიკოლაიშვილები, კაკაბაძეები, ბიძინა გიორგობიანი და სხვები. ესენი არიან სამშობლოს ნომრიანი მოღალატეები, აი შტრიხკოდიანი მოღალატეები არიან რა, მე ის კი არ არიან ახლა რაღაცა რიტორიკული ამბავი კი არა, ჩამოყალიბებული მოღალატეები არიან თავის დროზე ეროვნულ მოძრაობაშივე მხილებულები იმაში, რომ ისინი ემსახურებოდნენ კრემლის ინტერესებს ამ ქვეყანაში. იქიდან მოყოლებული ეს ხალხი აბსოლუტურად ყველა უბედურებაში სოფო, რაც ამ ქვეყნის თავზე დატრიალებულა, ყველა ჯოჯოხეთის ბორბალი, რაც საქართველოს დატრიალებულა, ყველაფრის პირველი დამქაშები იყვნენ. აი პირველი ჭინკები იყვნენ. იქნებოდა ეს სამოქალაქო ომი და მხედრიონი, იქნებოდა ეს რა უბედურება ყველა ამ ქვეყანაში. რაც დატრიალდა დღევანდელ დღემდე ეს ხალხი, ამათი სახელები და გვარები ყველგან ისმის თაღლითი ქალბატონი კაკაბაძის და სხვების. იქ რაღაც ახალგაზრდა დამსმენებით შეემატენ ეხა იმას, რა ვიცი, ერთ ქალაქში გავიზარდეთ და ჩემზე უკეთესად იცის ვატო შაქარაშვილს მისნაირ ბიჭებს რას ეძახიან ამ ქალაქში, ამას აღარ გამორწობ. ესენი არის ხალხი, რომელიც დაწერეს ტყუილი დასმენები, სოფო ეს მოდეს. ამას რომ თავი გავანებოთ, ანუ რას წერია ამ საჭიროებში? ხო, აი აქ მივდივარ, ანუ ეს არის ხალხი ქალბატონ სოფო, რომელიც ამ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, თემს ოპოზიციას ანანაშაულებს იმაში, რომ ორი ამბავია რა. ერთი ის რა, რისგან შედგება მთელი ეს ბრალდება. ერთი მატყუარა პოლიციელები მიდიან და ამბობენ, რომ 300-400 მეტრის დისტანციით გაიგონეს და ხედავდნენ ბადრი ჯაფარიძე, რომ წარმოიდგინოთ, უბრალოდ მინდა ბადრი ჯაფარიძე. იმიტომ კი რომ ჩემი პარტიის ლიდერია და ჩემი უფროსი მეგობარი, უბრალოდ ყველა იცის კარგად ბადრი როგორი ადამიანია, რომ ბადრი თვალის ჩაპაჭუნებით და ხელის მიმიკით ვიღაცებს ანიშნავდა, რომ ძალადობისკენ მოუწოდებდა. ბადრი ჯაფარიძე ძალადობისკენ მოუწოდებდა. მათგან განსხვავებით, კაცი მართლა ნამდვილი ქრისტიანი და მართლმადიდებელი არა, ყველა ქოცისგან განსხვავებით. ერთი ეს და მეორე ნაწილი არის აი ამ სამშობლოს მოღალატეების მიერ დაწერილი დასმენები, რომ როცა ოფიციალურ ვიზიტებში ქალბატონ სოფო ჩვენი პარტიის ლიდერები მიდიოდნენ. იქნებოდა ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ ევროპის სხვა დედაქალაქები. ოფიციალურ ვიზიტებში რომ ჩუქდებოდა ყოველწუთიერ რეჟიმში, ძირითადად ხშირად ახლდნენ ხოლმე ან თქვენი ან ტევ პირველი ჟურნალისტები მთელს იმას აშუქებდნენ, მათ ვიზიტებს ყველა შეხვედრა რომელსაც ატარებდნენ იყო ღია და ამ შეხვედრებზე იძახიან, რომ იქ წყდებოდა თურმე საქართველოს საბოტაჟის ამბავი. ანუ მამუკა ხაზარძე, ბადრი ჯაფარიძე, სხვებზე ზუსტად იგივე ამბავი. ესე იგი, ევროკავშირში და სხვაგან რომ ჩადიოდნენ და ყვებოდნენ რეალობას, რომ ამ ქვეყანაში დაიხურა ქვეყანა და ადამიანის უფლებებს არღვევენ და წამლავენ და ციხეში უსამართლოდ გვიშვებენ, ამას რო ყვებოდა, ეს ყოფილა საბოტაჟი, ხო? ქვეყნის საბოტაჟი. ხო, ამ ხალხმა ეს შეაგროვა ოფიციალური საჯარო ინფორმაცია, მეტი არაფერი, ხო? სიუჟეტები, რომელიც თქვენ არხებზე გადიოდა, ეს სიუჟეტები შეაგროვეს და თქვენს აი იქ რო იყვნენ, რომ ჩვენო ეჭვო, ხო, ამეთ კიცებულება კი არ არის. აი ეს ხალხი, რომლის სიტყვის კოცებს უყვართ ეს ტერმინი, ჩალის კი არა, ბამბის ფასი არა აქვს ამ ხალხის სიტყვას, რომლებიც არიან აი, არ ვიცი, ყოვლად გათახზირებული, მოდიში ამ გამოთქმისთვის მართლა აი ჩამოყალიბებული სუკის აგენტები, ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ სიტყვაზე გვენდეთო, რომ ესენი იქ რო ლაპარაკობდნენ ევროკავშირის ლიდერებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან და ასე შემდეგ, იქ ისა საბოტაჟით იყვნენ ქვეყნის დაკავებული. ანუ საქმე დგას ამაზე. ბევრი რამ უნახავს, აი ჩვენ ხო შეგვიძლია აი დღეს ამ ანუ შეიძლება ჩვენ ვთქვათ ახლა, რომ კრემლი ასამართლებს პროდასავლელ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში და კლავს ამ ასე ვთქვათ საქმით პერსპექტივას, შანს, რომელიც დარჩა ამ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს დასავლური ცივილიზაციის გზას. თქვენ გააკეთეთ ძალიან სწორი შედარება დასაწყისში გადაცემის შულავერის კომიტეტთან. ეს არის შულავერის კომიტეტი, ოღონდ თანამედროვე ფორმით, ბევრად უფრო ტრაგიკული ფორმით სინამდვილეში, იმიტომ რომ საქართველოში მიდის ეხლა სახელმწიფო გადატრიალება ფაქტიურად რუსეთი საქართველოს თავზე დროშას აღმართავს ძალიან მალე, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება წითელი არმიის გარეშე, ხიშტების გარეშე, ყველაფრის გარეშე, ომის შეშინებით და აი ეს არის მთელი კამპანია, ამაზე არის და აი ამ ხალხის ხელით, სუკის აგენტების, რომლებიც თაობებს ახსოვთ ჩვენი თანამოქალაქეების, რა ხალხია, აი ეს ხალხი დასმენებს წელს, მოღალატე მოსამართლეები ამას აფორმებენ, ამ ყველაფრის ორკესტრი
ორკესტრანტი ხა ის ბიძინა გიორგობიანს მართლა მაგდენი ის კი არა გამბედაობა და რომ ესეთი რაღაცა თავად გააკეთოს ვინ ეკითხება ხო ერთი ჭანჭიკია კგბ-ის სისტემაში ამ ყველაფრის ორკესტრირება არის ბიძინა ივანიშვილის ხელში დაჩქარება შენელება პროცესის მის ხასიათზეა ანუ დავალება მოდის კრემლიდან დავალება არის რომ ამ ქვეყანაში ჩამოიქცეს დემოკრატიული სისტემა და საქართველოს 20-30 მეტი წლით დაკარგოს ყველანაირად მოხდეს იმ იზოლაციაში რაშიც მოხდა 1900 ამას არც მალავენ თაზო მოდი მაყურებელს უთხრათ მათი პოლიტიკური ბრჭყალებში საქმიანობის გაცხადებული ხაზი რა არის ხომ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველო ხომ აი რას გვეუბნება და რა დისკუსიის შემოტანა უნდა და სულ ცოტა ხნის წინ ხომ ეკუთვნის თუ არა მათ დისკუსია იგივე ევროკავშირთან რეფერენდუმის თაობაზე და ასე შემდგომ ხომ ეს ამ ხალხის ხელით ახლა ივანიშვილი იჭერს კრიტიკულ საზოგადოებას პროდასალულ ოპოზიციას მაგრამ თან საზოგადოებას ამზადებს რაღაცნაირი არ ვიცი რამდენად შეძლებს ამას ოღონდ ამ თანამედროვე გახსნილ სამყაროში რომ დააჯეროს რომ რუსეთი უკეთესია და რუსეთი ესე იგი ნეიტრალური თუ იქნება სუსტი და არავინ მხარდამჭერი და გაუბედურებული თუ იქნება რუსეთი თავს არ დაგესხმება ამ ტყუილს აჩეჩებს ფაქტობრივად ხელში მაგრამ ეს ხაზი ხომ მნიშვნელოვანია ამ ხალხს ამ დასმენების გარდა აქვს პოლიტიკური ხაზი კი ბატონო ამათ პოლიტიკური ხაზი ეს არის უკვე პარტია ჩამოყალიბდნენ თქვენ სწორად ძანეთ რომ ეს არ არის რაღაცა ივანიშვილის პარტიასავით შეფარულად და შემოპარებულად და ესე ქვეშ-ქვეშურად როგორც შემოაპარა ეს სისტემა ეს არ არის მაგალითად იგივე რაღაცა კონსერვატიული მოძრაობების მთელი ეპოპეა რო ქონდათ მათ მსგავსად სადაც აგრეთვე რუსული ხაზია რომ ფსევდოკონსერვატიზმის საფარველში რუსული და შემდგომ ესენი არიან აი ღიათ აგენტ მაგიტო ვამბობ რომ შტრიხ-კოდი ექნებათ სადღაც აი იმაში თამაშერი ჰიტმენი იმაში კოდიანი კგბ-შნიკები არიან, რომლებიც ღიათ ამას არ მალავენ, ანუ ნეიტრალიტეტი არის უძველესი კგბ-ის იდეა, საქართველოსთვის გამზადებული უძველესი სუკის იდეა. რომ საქართველოს დასუსტებული, მართლა სუვერენული როგორ შეიძლება იყოს საქართველო არ არის დიდი შეერაღებული ძალების ქვეყანა. ანუ მართლადია რუსეთის პირისპირ მარტო, რა თქმა უნდა. რა ხდება აქ? საქართველოს ტერიტორიაზე დგას უცხო ქვეყნის რუსული არმია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი სამხედრო შეერაღების ბიუჯეტი მთელს რეგიონში, სომხებს ორჯერ მეტი აქვს და ექვსჯერ უფრო მეტი აქვს აზერბაიჯანელებს და ივანიშვილი ამას განგება არ ზრდის, რომ ჯარი იყოს დესტაბილიზირებული. ეს არის ქვეყანა, სადაც ჯარის ხელმძღვანელი იდეაში თავდაცვის მინისტრი საჭმელს პარავდა და ეკიპირებას ჯარისკაცებს, ანუ აი ესეთი დეგრადაცია და გადაგვარება გამწადეთ. ნატოსთან ნულოვანი კავშირი არის. საქართველოს ამ რეგიონში უნდა დარჩეს მოკავშირეების გარეშე, თურმე მეგობარი არ უნდა ყავდეს, თურმე არავინ არ უნდა იყოს და ზემოთ ყავდეს აი ეს რაღაცა ჯოჯოხეთ ბოროტების იმპერია რუსეთის სახით. რუსეთის მხრიდან მასზე თავდასხმა იყოს ძალიან იაფი, არაფრის ფასი არ ჯდებოდეს. ეს ხდება, არაფრის ფასი არ აქვს. შეხედეთ, ეს ხალხია, ესენი საშიში ხალხია, ამიტომ ვამბობ, აი, როდესაც ლაპარაკი მიდის პარალელურად თქვენ იცით, რომ ამ საქმის პარალელურად რომლითაც ყველა ივანიშვილის კონკურენტი, აი, არც პროდასაულს არ ვიხმარ, არაინ თვითონ. ყველა კონკურენტი, ვისაც აქვს უნარი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურად დაამარცხოს, ყველა ციხეში უშვებს. ამ ქვეყანაში მართლა რომ მოქმედებდეს ეს სისტემა, ხო იცით, რომ პარალელურად ჩვენი პარტიების აკრძალოს საკონსტიტუციო პროცესი უნდათ რომ წამოიწყონ. რეალურად თუ აი ეს მექანიზმი მუშაობდეს, აი ეს პარტია, აი ამ სუკის აგენტების პარტია, რაღაც ნეიტრალური საქართველოს, ეს არის პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს. ანუ იძახის იმ ჩანაწერის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია და რომელიც ძლიერად ქართული ოცნების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა და შევიდა ამ დოკუმენტში, რომ საქართველოს ყველა სამთავრობო დანაყოფმა თუ ყველა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმის რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, აი ამის წინააღმდეგ ილაშქრებს. ანუ კონსტიტუციის წინააღმდეგ ილაშქრებს. ვინმე წინააღმდეგ ეხა აკრძალოს და საქმე თუ უნდა იყოს აღძრული, არიან ეს სუკის აგენტები. ვინმე წინააღმდეგ პერსონალურად სახელმწიფო საბოტაჟის, სამშობლოს ღალატის საქმე უნდა იყოს აღძრული, არიან ეს სუკის აგენტები. მაგრამ ყველაფერი უკუღმა დგას. აი ამას ვამბობდი დასაწყისში რომ ეს ჯოჯოხეთური რეალობა, სადაც აი ორველისეული რეალობა, სიმართლე ტყუილია, ბოროტება სიკეთეა, ყველაფერი ამოტრიალებულია. აი სუკის აგენტები ასამართლებენ საქართველოს პატრიოტებს იმაში, რომ ვიღაც შეიძლება მოსწონდეს ერთი ლიდერი, მეორე, მესამე, მაგრამ აქ შეხედეთ მოკუჩება ეს რაღაცა ივანიშვილისეული, არც ისე ჯანსაღი მოვლენა, რომ რაღაცა ცოტა რთული კონსტრუქცია კი არ შექმნას აი ამ გადატრიალებისთვის ეგრეთ წოდებული. არამედ აი ძალიან უხეშად, ვულგარულად აი
სწორედ პრიმიტიულად და ვულგარულად ერთად მოვაქცევ, აი არაფრის ანგარიში აღარ აქვს ამ კაცს, აი არაფრის შეკაზმვა არ უნდა. აუს მარიონეტები უთხრეს, აი ეხა ეს ეხა მე დაურეკავს რაღაც უთხასიაძე იქნება რაღაცა არ მოიწონება, მიხვდა ივანიშვილი რომ ის რაღაცა მონღოლოიდური მას რა ქვია, ავტოკრატიას და დიქტატურას არავინ არ მიიღებს დასავლეთ შეუძლებლობას. დარეკა სწრაფად ქენით. კი ბატონო, იძახის, მაგრამ თან ამბობს რომ ეს ასეთი სადამკვირვებლო მისია საერთოდ არ გვჭირდება მაგალითად ხომ? მაგრამ მას ლეგიტიმაცია სჭირდება, მაინც ხომ? რაც არ უნდა იძახონ რომ ფარატინა ფურცელია, ფასი არ აქვს, ასე ლობისტების მოკუჩება ყველა მხარეს მიანიშნებს იმას, რომ მათ ძალიან სტკივად არ აღიარების პოლიტიკა და ძალიან ცდილობენ რომ რაღაცნაირად ლეგიტიმურობის რაღაც ხარისხი შეიძინონ. ისინი თუ დაიჭერენ ოპოზიციის ყველა ლიდერს ან გააქცევენ, მგონი ისე ურჩევნიათ რომ გააქციონ ქვეყნიდან, ხო? ნაკლები ფასი რომ დაუჯდეს მაინც ციხეში მყოფი პოლიტიკოსი უფრო მძვირია. მაგრამ მაინც არ მგონია რომ რაციონალურად უდგება ის. კი ბატონო, და პარტიების აკრძალვა ახსენეთ თქვენ, ამის შემდგომ დგება პარტიების აკრძალვის ჯერი, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ მოიწვევს, ჩაატარებს არჩევნებს და იტყვის მე გავიმარჯვე. რა უნდა დაუპირისპიროს ასეთ ვითარებაში ოპოზიციამ, რომელსაც უბრალოდ ანადგურებს, ხომ? აი კრძალავს ამ ქვეყანაში ყველაფერს, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია. ივანიშვილი. აი ამ პოლიტიკით არის. მესმის რომ მე ყველას ვეუბნები ამას, რომ მე არ გთხოვთ ასე მზა ფორმულას, რომელიც არ არსებობს, მაგრამ რა ალბათ რა აი ამ შეცვლილ რეალობას, ძალიან დაჩქარებულ, ფორსირებულ რეალობას ალბათ ჭირდება გადამზადება პასუხში ამ ფლანგიდან. არ ვიცი თუ არის ასეთი შესაძლებლობა. რეაგირება ჭირდება ხო? ადეკვატური რეაგირება ჭირდება ხო? შეგვესმის ეს არარაციონალური ამბავია, სხვა თქვენ დასწორ რაღაცა თქვი ხა. კაცო, შეუჯახაშებულო, თუ ფარატინა ფურცელია, თუ ჩალის ფასია, თუ მე ლანძღვა უნდა დაიწყო აგინო. რატო უშვებს საყეფად იმას დელეგაციას რო ჩავიდა იქ? რომ გაკიოდა რაღაცეებს იმ დარბაზში. 4 დღე ეს რაღაცა მახაშულები და შმახაშულები, რომ გაკიოდენ იმ დარბაზში და ბოლოს ფეხების ბაკუნი რო დაიწყეს და ბოიკოტი რო გამოუცხადეს. რატო იყვნენ იქ? იმიტომ რომ თქვენ სწორად ამბობთ, ლეგიტიმაციის გარეშე ის არ არსებობს. მან ეს ზუსტად ისე იცი. რანაირი პროვინციალი ოლიგარქიც არ უნდა იყოს, რანაირი ავტოკრატიც არ უნდა იყოს, რანაირი მოღონული ტვინის არ უნდა კონდეს. ერთ რამეს მაინც აღიქვავს, რომ მას სჭირდება ლეგიტიმაცია. ამ ლეგიტიმაციას ეხა შეხედეთ ძალიან საშიში ხდება. ეს მინდა რომ აუცილებლად ორი სიტყვით თქვა და არ გაურბივარ თქვენ კითხვას. ლეგიტიმაციის საკითხში პირდაპირ რუსეთი ვერ შემოყავს. ლეგიტიმაციის საკითხში შემოიყვანა შუა აზიის ქვეყნები, რომელიც ვიცით რომ ეხა მათი დემოკრატია ბევრად უკეთეს იმსახურებს, მათი ხალხები ბევრად უკეთეს დემოკრატიას იმსახურებს და შორს არიან რაღაცა კარგ სახელმწიფო წესრიგამდე და მეორე ყველაზე საშიში ამბავი ირანი შემოიყვანეს. აი ყველა ეს პროპაგანდისტი ესა რა ქვია, მოლაპარაკე პირი, რომელიც მათ რუსულ მხარეს იცავდა, რუსულ პოზიციებს იცავდნენ, ბოლო თუ დააკვირდებით, თვეზე ცოტა მეტი არის, გადართულია ისტერიულ ირანიზაციაზე. რუსეთი აგებს. რუსეთი აგებს ეხლა ეს და თან შეხედეთ რა არის ირანი მაინც რაღაცა სახელმწიფოა, რომლისგანაც ლეგიტიმაცია რომ მიიღო, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად გაყიდონ, ვიდრე რუსეთიდან. ამიტომ აი ეს მიდის რაღაცა ისტერია, დაწყებული მათი რაღაცა ესა რა ქვია, Facebook იმეებით, დივებით, დამთავრებული ღიათ იმეებით, რა ქვია, მათი მედია საშუალებებით, ირანის აპოლოგია მიდის. კატასტროფა არის მართლა. თურმე ირანი ყოფილა ქალებისთვის სამოთხე, განათლებას იღებენ საოცარს, უკეთილშობილესი, უკარგესი რეჟიმი არაფერს არ აფუჭებს. იძახიან ტერორისტებზე. ალეკო ილისაშვილს ტერორისტს ეძახის კაცი, რომელიც იდგა ისეთ ტერორისტებთან, რომელიც იმ ღამეს გაწყვიტეს ისრაელის არმია. ყობახიძე გადარჩა იქ ხა მე მოგთხოვე პაშინიანი რაში მაინტერესებს მე პაშინიანი სადიდგა ან თქვენ ან ჩვენს მაყურებელს რაში გვაინტერესებს პაშინიანი სადიდგა რა ჩვენი საქმეა სომხეთმა თავის პრობლემებს მიხედავს სამწუხაროდ უკეთესად უბლის ვიდრე ჩვენული დღეს და პაშინიანი იქით იყოს კაცო ეს კაცი იდგა იმაში რა ქვია ამ ტერორისტების აი ყველაზე საძაგელი ტერორისტების წიაღში და იქ მდგომი კაცი იძახის რომ ალეკო ელისაშვილია ტერორისტიო და დაიჯერეთ ეს თელო საქართველოა და რომ მიხვდა რომ არ გამოდის და ხალხმა დაინახა რაში არის Facebook-ზე რაღაცა ათასობით ტროლი შეასიეს ყველას ვინც ალეკოს გამოისარჩლა ამ პერიოდში. აი ეს არის რეალობა. შეხედეთ და ამას რა უნდა დაუპირისპიროთ თქვენი კითხვა და ნამდვილად არ მაქვს არავითარ მზა რეცეპტი და ძნელია ამ მზა რეცეპტზე ლაპარაკი. საღი აზრი პირველ რიგში ეს არის საღი დამოკიდებულება პროცესისადმი და აი ეს რაღაცა დღეს ისევ ხედავთ რაღაც დისკუსიებს ეგრეთ წოდებულ ბაბლში იქნება თუ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა პარტიებიდან ისევ აი ეს რაღაცა სასოწარკვეთილი აბსოლუტურად რაციონალისგან დაცლილი ლაპარაკი რომ აბა რა აზრი აქვს არჩევნებს. ხალხო
მარტივად გეუბნებით. ეს არის ძლიერი საქართველოს პოზიცია. არ არის 2028 წლამდე. ხო, ჯერჯერობით არჩევნები არ არის. ეხლა ამ დისკუსიის დაწყება საერთოდ რისი მომტანია ხანდახან ისეთ რაღაცებზე მაფიქრებს ხოლმე, არ მინდა რომ ამ ხალხზე ვიფიქრო, რომ აი ეს რაღაცა მოგზავნილები მგონია ბოლოს და ბოლოს ყველა ჯერზე როცა ამ დისკუსიას იწყებენ. რა დროს ამ ნიჰილიზმის დათესვა არის? რა უნდა გავაკეთოთ? ამაზე არის ყველაზე პირდაპირ პასუხი. აი ეგ არ უნდა ვაკეთოთ, რომ ნიჰილიზმი ვთესოთ. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები. ძლიერ საქართველოში ესე ვფიქრობ და ჩემი პირადი ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ვინც ვართ პოლიტიკოსები, უნდა ვაკეთოთ პოლიტიკური პროცესი. ის გვირტყავს, ის გვანადგურებს, მაგრამ თქვენ სწორად აღნიშნეთ, მას სჭირდება ლეგიტიმაცია. ის ვერ მოკლავს ბოლომდე. ამ პროცესს ამის ღრმად მჯერა. ამიტომ სადამდეც პირში სული გვიდგას და ამის კეთების საშუალება ჩვენ უნდა ვაკეთოთ პოლიტიკა. აქტივისტებმა უნდა აკეთონ სამოქალაქო მოძრაობა. ყველაფერი ეს ჟურნალისტები არაჩვეულებრივად აკეთებთ თქვენ საქმეს, სანამ ამის საშუალება ამ ქვეყანაში გააქვთ. ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიხვდება ადრე თუ გვიან. აი შეხედეთ როგორ უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს. სუკის აგენტები, აი წარსულის აჭრდილები გამოაგორეს. ყველანი ამოტირტირდნენ. ყველაფერი სახეზე დაიდო. აი შეთქმულების კვანძი იქნება. დასრულდეს ძალიან მალე წესი. კი ბატონო, ამას ქართული ხალხი ესე მარტივად არ მიიღებს. მე ამაში ვარ დარწმუნებული. იმ შემთხვევაში თუ ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და არ დავიწყებთ რაღაცა უაზრო დისკუსიების შემოდგებას. უაზრობა გვყავს ივანიშვილი, ბოროტება გვყავს ივანიშვილი, არარაციონალური არის ის და ამას უბრალოდ აი ამ არარაციონალობით ვერ დაუპირისპირდებენ. ამას უნდა დაპირისპირებენ შვიდად საღი აზრით.